ზოგიერთი ადამიანი თავისუფლის ძალიან პასუხისმგებლიან ადამიანად, მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი. ეს ნიუანსი მდგომარეობს იმაში, რომ რაც პასუხისმგებლობა და აღიქმება, ხანდახან თვალთასი არ არის ხოლმე. მაგალითად, ვინ გააკეთებს თუ არა მე, ან მირჩევნია მე თვითონ გავაკეთო. ასეთი რწმუნებულებები ხშირად არის იქიდან, რომ ადამიანს არ შეუძლია დელეგირება, მაშველობს სხვებს, რადგან რეალურად ეს შიშია და ამის გამო ყველაფრის კონტროლის სურვილი. ან მაგალითად, როცა ადამიანი თავს გრძნობს პასუხისმგებლად სხვის გუნება-განწყობასა და ემოციებზე, ამიტომ არ შეუძლია უარის თქმა, ან ცდილობს ამოიცნოს სხვისი სურვილები. სინამდვილეში ეს დანაშაულის განცდიდანაა. და მაშინ რაღაცა პასუხისმგებლობა, გაგიჩნდებათ ალბათ კითხვა. ჩემი აზრით, პასუხისმგებლობა არის ავტორობა. სიტყვის ფუძეც ხომ პასუხია, არსობრივად ესაა უნარი პასუხი გასცე, რატომ და რისთვის ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ ცხოვრებაში. უფრო დეტალურად წაიკითხე აღწერაში.